მიმალვას რაც შეეხება. მე Facebook პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ 5 რიცხვში დამაკავებს 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე მაქვს დაწერილი, რომ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ. და მანამდეც ვიცოდი და საიდან ვიცოდი თუ გაინტერესებთ, აი კოდები რო ერთმანეთს გაყიდიან, მაშინ გაიგებთ. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რო წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რო სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გაითვალისწინეთ, რომ ადგენელი თქვენ იცოდით თუ არა ნამდვილად თქვენი დაკავება იგეგმებოდა. შეგიძლიათ ჩემი Facebook პოსტი ნახოთ. თან გადასაფარებელიც არ მეფარა. ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონონისე გადასაფარებელი გეფარა თუ არა? სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავთ. ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მართალია. მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანი არის ღარიბაშვილი შექმნელი ღმერთის სამყაროს. ამიტომ ბოლოსკენ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე არაფერი, თქვენი მადლობელი ვარ ყველასე, რომ მხნეობას გვაძლევთ ყველას თქვენ, ისე როგორც თქვენ იზახით, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხნეობის გარანტი. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარათ ამათ ტიფლისი სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე, რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი, როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით. უბრალოდ არჩილს რაჭირს ეგ ვერ გავიგე. მადლობა, კარგად იყავით.